ხუთი პირის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსამართლე წუთი-წუთზე გახსნის სასამართლო პროცესს, რაც შეეხება დაკავებულ კიდევ 10 პირს, მათი სასამართლო პროცესი ზუსტად 8 საათზე დაიწყება. ხუთი პირიდან ერთ-ერთი არის მარიამ მეყანწიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, რომლის საქმესთანაც დაკავშირებით უკვე ცნობილია ბრალდების მხარის პოზიცია. დღეს პროკურატურა სხდომათა დარბაზში გააჟღერებს შუამდგომლობას, რომ მარიამ მეყანწიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოყენებული იყოს 10,000 ლარიანი საპატიმრო გირაო. რაც შეეხება კიდევ 4 პირს, ერთ-ერთი არის იური ლომიძე, ყოფილი პოლიციელი, რომლის იურისტებიც განმარტავენ, რომ მისი დაკავება მოხდა ყველა იმ ფორმით, რომელიც არ იყო საჭირო, როგორც ირკვევა არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით შევიდა საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები. დღეს იურისტები იური ლომიძის საქმესთან დაკავშირებით მოითხოვენ, რომ გამოყენებული იყოს გირაო, რადგან არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეები. ხუთ პირთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში უკვე სავარაუდოდ გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და გაუშვებენ თუ არა მათ წინასწარ პატიმრობაში, ასევე დაკმაყოფილდება თუ არა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მარიამ მეყანწიშვილის გირაოსთან დაკავშირებით. იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეში არ დევს მტკიცებულებები, სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს არის ახალი დაშინების მცდელობა. პროკურატურა სავარაუდოდ მოითხოვს აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობას. ჩვენ ხმად ვარ დარწმუნებული, როგორც წინა პროცესებზე, ისე ახლაც იქნება შაბლონური დასაბუთება. ბრალდების მხარე ვერ შეძლებს დაასაბუთოს ვერც ერთი ის რისკი, რაც თან უნდა სდევდეს აღკვეთი ღონისძიების ზოგადად გამოყენებას და მით უმეტეს იმგვარი მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას, როგორც არის პატიმრობა. იური არის ადამიანი, რომელიც ინახავს ორ მცირეწლოვან შვილიან ოჯახს, ის არის მათი ერთადერთი მარჩენალი და ერთადერთი დამხმარე, ასევე იგი არის ერთადერთი დამხმარე მისი დედის და 88 წლის ალცჰაიმერი დაავადებული ბებიის. არ აღიარებს ვაზა ზოგადად ჩვენ ამის შესახებ მოუყვებით სასამართლოს, არის დედის გამოკითხვის ოქმის და დედამისის დაესწრება სასამართლოს და თუ მოუნდება სასამართლოს მოისმენს ამას პირველი პირისგან დედისგან და საბოლოო ჯამში გვაქვს იმის იმედი, რომ თუ ზოგადად უნდათ აღკვეთი ღონისძიების გამოყენება, ამ შემთხვევაში შევთავაზებთ გირაოს. პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ დევს, მხოლოდ არის ერთი ვიდეო მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაცვის მხარე აღნიშნული ვიდეო მტკიცებულების ავტენტურობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. შუამდგომლობით შემოდის პროკურატურა ითხოვს საპატიმრო გირაოს, როგორც გვაქვს ინფორმაცია 10,000 ლარის შეფარდების თაობაზე. დაცვის მხარე არ დაითანხმება აღნიშნულ შუამდგომლობას და ასე ვთქვათ, დაცვის მხარის პოზიცია იქნება მარიამის გათავისუფლება სასამართლო დარბაზში. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხუთ პირთან დაკავშირებით მოსამართლე. ამის შემდეგ ყველა უკვე დაელოდება 8 საათს, როდესაც 10 პირის საქმესთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს მოსამართლე.